მოკლედ ჭრდილი მინდოდა მეყოლა შედარებით, რომ იმიტომ რომ ზამზე არის. მოკლედ თავდაცვითი პოზიციიდან დაწყება ნებისმიერ საქმეში, ან რაშიც არ უნდა იყოს ცხოვრებაში არის შეცდომა, იმიტომ რომ ჯობია თავდაცვითი პოზიციიდან დაწყება ნიშნავს, რომ ან თავდაცვითი პოზიციიდან მოქმედება ნიშნავს, რომ მცდელობები არ გაქვს, იმიტომ რომ ჯობია რომ გქონდეს 100 მცდელობა და აქედან 8 გამოვიდეს, ვიდრე გქონდეს 8 მცდელობა და აქედან გამოვიდეს 7. მას რომ არ ითამაშო, არ იცხოვრო იმისთვის, რომ არ დამარცხდე, იცხოვრო იმისთვის, რომ გაიმარჯვო. არისო თუ იცხოვრებ და იმოქმედებ ისე, რომ გაიმარჯვო, იმისთვის რომ გაიმარჯვო და არა იმისთვის, რომ არ დამარცხდე, მაგ შემთხვევაში თუ დამარცხდები თავს ან თავთან კარგად მაინც იგრძნობ თავს რა. კიდე არ არსებობს ეს სიტუაცია, სადაც რამეს ცდი და არ გამოვა. უბრალოდ შენ გჭირდება რომ მცდელობები გრძელი დროის განმავლობაში გქონდეს რა. თორე გამარჯვება გარანტირებული არის ნებისმიერ საქმეში და წარმატება გარანტირებული არის თუ მაგ საქმეში არ გაჩერდები, ასე ვთქვათ. რამდენი მარცხიც არ უნდა იყოს. აი ახლა დავფიქსოთ, გავაუმჯობესოთ და რა იყო შეცდომები გამოსასწორებელი, გამოვასწორებთ და მერე თავინანცადოთ რა. ეგეთი რაღაც რომ სიტყვა დამარცხდე. უბრალოდ ვინც ვერ იმარჯვებს, უბრალოდ დროზე ადრე დატოვა ეგ მცდელობა, ასე ვთქვათ, ეგ საქმე ან რაც არ უნდა იყოს. არ მიიყვანა რა და ბოლომდე არ მიიყვანა. რაღაცები გავაკეთე, ხა აჯიმანიები, მიზიდვები, აქ გავაკეთე რაღაცეები. თვითონ გადავალ შემდეგზე. ჯიშის ნაწილი მე მგონი ამით დამთავრდა. ბევრი რაღაცა არ მაქვს გადაღებული რა. მაგრამ ბოლოსკენ დავამთავრებ რაღაცეებს. ვილაპარაკებ კიდე რაღაცეები არის სათქმელი და მე დავასრულებ. ვიდეო არ გამოდის, მაგრამ თავარია რომ თანმიმდევრული იყოს რა. საუკეთესო მიდგომა რაც კი მე მინახავს და რასაც კი მომიწონა და რასაც ვცდილობ რომ ამ ფსიქოლოგიით გავყვერს, რომ ცხოვრება არის ვიდეო თამაში რა. როგორც ვიდეო თამაში, როცა მარცხდები, დგები და თავიდან იწყებ, არა თვითონ ყველა გაგებით როგორც ვიდეო თამაში, მაგრამ უმეტეს ნაწილში და უმეტეს კომპონენტში ცხოვრება არის უბრალოდ ვიდეო თამაში, უბრალოდ სიმულაცია, როგორც სიმულაცია და არ მიიღო ეს ზედმეტად ეს მარცხი, ეს პროცესი არ მიიღო ზედმეტად ემოციური არის უბრალოდ ის, რომ ერთი ნაბიჯით უფრო უკეთ იცი, როგორც ვიდეო თამაშია, რომ ერთი ნაბიჯით უკეთ იცი, რომ ეხლა ესე აღარ უნდა გააკეთო, ეხლა სხვა გზით უნდა წახვიდე, რომ შემდეგ ტურში გადახვიდე, ასე ვთქვათ რა. ის და ყველაფრით რაც არის. და როცა ამ მიდგომით იქნები, აღარ შეგეშინდება არც მცდელობის, არც მარცხის და არც მსგავსი რაღაცეების რა. ნები უფრო სერიოზულად მიუძღები საქმეს და თან პროცესითაც უფრო დატკბები. დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი იყო სწორედ აი ეს ბოლო ნაწილი რაც იყო და წავედი მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.